მოგესალმებით, მე გახლავართ გიგა ჩალაური და ვაგრძელებთ დიზაინ ნიმუშების მიმოხილვას. დღევანდელი ჩვენი დიზაინ ნიმუში იქნება იტერატორ დიზაინ ნიმუში. როგორც წესი, დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ იტერატორ დიზაინ ნიმუშის განმარტებას, მოვიყვანთ ამ დიაგრამას იტერატორ დიზაინ ნიმუშის, გავეცნობით იტერატორ დიზაინ ნიმუშის კომპონენტებს, რა თქმა უნდა მოვიყვანთ რეალურ მაგალითს თავისი კოდის და შევეხებით იტერატორ დიზაინ ნიმუშის ნაკლოვანებებს. იტერატორ დიზაინ ნიმუში სანამ უშუალოდ განმარტებაზე გადავალ, არის ერთ-ერთი უმარტივესი behavioral design ნიმუში და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში დარწმუნებული ვართ თითოეული თქვენთაგანი უკვე იყენებს მას. და სხვადასხვა ენებს უკვე აქვთ იტერატორი კლასები თუ ინტერფეისები ჩაშენებული, რომელიც ცხადია წარმოადგენენ ამ დიზაინ ნიმუშს. ახლა განმარტებაზე რომ გადავიდეთ. იტერატორ დიზაინ ნიმუში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის behavioral design ნიმუში, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივწვდეთ აგრეგატული ობიექტების ან ობიექტის ელემენტებს თანმიმდევრობით ისე, რომ არ გამოვააშკარავოთ ამ ობიექტის წარმოდგენა, ანუ იმპლემენტაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია შემოვიაროთ ელემენტები კონკრეტული აგრეგატული ობიექტის ისე, რომ ჩვენ არ მოვახდინოთ ცხადად იმის თვალსაჩინოება თუ როგორ არის ეს აგრეგატული ობიექტი იმპლემენტირებული. იტერატორ დიზაინ ნიმუში განსაზღვრავს ცალკე ობიექტს, იტერატორს, რომელიც ინკაპსულაციას უკეთებს აგრეგატული ობიექტის ელემენტების შემოვლას, ანუ ეგრეთ წოდებულ traversing-ს და აგრეგატულ ობიექტს საშუალებას აძლევს შეცვალოს თავისი შიდა სტრუქტურა მის ელემენტებზე წვდომის წესზე გავლენის გარეშე. ახლა რომ შევხედოთ UML დიაგრამას, გვაქვს ინტერფეისი, იტერატორი და კონკრეტული იტერატორი. ასევე გვაქვს აგრეგატორი, aggregate, რომელიც არის ასევე ინტერფეისი, ან აბსტრაქტული კლასი, მაგრამ ამ შემთხვევაში ინტერფეისად გვაქვს განსაზღვრული და კონკრეტული aggregate. ახლა შევეხოთ ამ იტერატორ დიზაინ ნიმუშის კომპონენტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ცხადია კომპონენტი არის იტერატორი და ეს არის ინტერფეისი ან აბსტრაქტული კლასი, რომელსაც ძირითადად აქვს მეთოდები next, რომელიც აბრუნებს booleans, hasNext, რომელიც აბრუნებს კონკრეტულ ობიექტს და ზოგ შემთხვევაში იტერატორს აქვს ასევე remove მეთოდიც. კონკრეტ იტერატორი, როგორც უკვე ხვდებით, არის კონკრეტული კლასი, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს ჩვენს იტერატორ ინტერფეისს და ინახავს აგრეგატული ობიექტის შემოვლისას მიმდინარე პოზიციას. მაგალითად, თუ გვაქვს რამდენიმე ელემენტი, ეს კონკრეტ იტერატორი ყოველთვის ინახავს მიმდინარე პოზიციას თუ რომელ ელემენტზე ვართ ამ ობიექტის შემოვლისას. კონკრეტ იტერატორი ასევე გვაძლევს კონკრეტულ იმპლემენტაციას იტერატორში განსაზღვრული მეთოდებისა, ანუ next, hasNext და თუ გვაქვს remove-ისასაც. შემდეგი კომპონენტი არის aggregate, ესეც არის ინტერფეისი ან აბსტრაქტული კლასი, რომელიც როგორც წესი შეიცავს ერთ მეთოდს create iterators, რომელიც აბრუნებს კონკრეტული კოლექციის იტერატორს და ალბათ ხვდებით, რომ concrete aggregate არის უბრალოდ კონკრეტული კლასი, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს aggregate interface და წარმოადგენს ობიექტების კოლექციას. ეს კლასი უზრუნველყოფს იტერატორ ობიექტის შექმნის იმპლემენტაციას, რომელსაც შეუძლია მისი ელემენტების შემოვლა. მოდი ახლა ეს ყველაფერი რომ პრაქტიკაში გადავიტანოთ, მოვიყვანოთ ასეთი რეალური მაგალითი. დავუშვათ რომ გვაქვს კომპანია, რომელშიც გვაქვს ცხადია თანამშრომლები და გვინდა რომ მოვახდინოთ თანამშრომლების სიაზე iterაცია, რათა დავთვალოთ ამ თანამშრომლების ხელფასების ჯამი. და ამ ინფორმაციას შემდეგ კომპანიები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. თუმცა თანამშრომლები ინახება სხვადასხვა ტიპის კოლექციებში, შეიძლება იყოს მასივი, სიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და ჩვენ გვინდა რომ მათზე iterაცია გავაკეთოთ ძირითადი კოლექციის ტიპების გამოვლენის გარეშე. ახლა რომ გადავიდეთ ამ მაგალითზე, გავხსნი ახლავე კოდს და გვაქვს ესეთი რაღაცა, გვაქვს employee კლასი. შეგვიძლია რომ თუ ახალ ჯავას ვიყენებთ, გადავიყვანოთ რეკორდად. employee, რომელსაც აქვს name, surname და big decimal salary. გვაქვს კომპანია, უпростоრად მოდი დავიწყოთ ინტერფეისებიდან ბოდიში. გვაქვს იტერატორი ინტერფეისი generic ტიპის და როგორც ვთქვით, ამ ჩვენ მაგალითში აქვს ორი მეთოდი, hasNext, რომელიც აბრუნებს booleans და next, რომელიც აბრუნებს რადგან generic-ია იმ ტიპის ობიექტს, რომელი ტიპის ობიექტის generic-იც არის. და გვაქვს აგრეგატორი ინტერფეისი, aggregate interface, რომელიც ასევე არის generic და აბრუნებს ამავე generic-ის ტიპის იტერატორს. აქვს ერთი მეთოდი create iterator. გვაქვს კონკრეტული კლასი employee iterator და ეს employee iterator იმპლემენტაციას უკეთებს ჩვენს იტერატორ კლასს, რომელიც როგორც ვთქვით არის generic და ამ generic-ის ტიპი გადავეცით ამ შემთხვევაში employee. და ეს არის უკვე კონკრეტული იმპლემენტაცია, ანუ აქ ჩვენ ვახდენთ იმპლემენტაციას, გვაქვს მაგალითად ასე private int current index და by default, ანუ ნაგულისხმობად გვაქვს 0 current index-ი. ეს შეგვიძლია finally გავაკეთოთ employee-ების მასივი, ამ შემთხვევაში გვაქვს მასივი არა, ბოდიში ლისტი Java-ში. გვაქვს კონსტრუქტორი, რომელსაც პარამეტრად გადაეცემა ლისტი, რა ვიცი მასივი employee-ების და გვაქვს override მეთოდები next და hasNext. hasNext უბრალოდ ამოწმებს მიმდინარე ინდექსი თუ ნაკლებია employee-ების ზომაზე, მაშინ აბრუნებს truth, თუ არა და false. ხოლო next-ი არის იმპლემენტირებული შემდეგნაირად. თუ hasNext-ი არა, ანუ თუ hasNext-მა დააბრუნა false, ანუ შემდეგი ელემენტი არ აქვს, მაშინ მოხდება no such element exception. წინააღმდეგ შემთხვევაში employee-ების ლისტიდან ამოვიღებთ current index და შემდეგ current index-ი გაიზრდება. ახლა გადავიდეთ company class-ზე, რომელიც არის კონკრეტული aggregate კლასი, იმპლემენტაციას უკეთებს aggregate interface, რომელიც არის generic-ად employee. ამ company-ს აქვს, როგორც ვთქვით, თანამშრომლების მასივი, რა ვიცი მასივი, უკაცრავად ლისტი, კოლექცია ლისტი, პარამეტრად გადაეცემა company-ს ბოდიში კონსტრუქტორში გადაეცემა ლისტი employee-ების და create iterators overrides უკეთებთ, ანუ ვაბრუნებთ უბრალოდ employee iterators, რომელსაც ეს ლისტი გადაეცემა პარამეტრად. ახლა წავიდეთ main-ში, გვაქვს employee-ების ლისტი, რომელიც არის 4 ელემენტიანი, James Brown, Mark Sanders, Jimmy Evans, Tom Hills და თითოეულს აქვს გარკვეული salary. შევქმნით company class, რომელიც არის აგრეგატორი, aggregate-ი. შემდეგ ვქმნით iterators employees-თვის, company create iterator. გვაქვს საბაზისო, ანუ საწყისი მნიშვნელობა 0, salary 3 და გვაქვს while loop-ი, while cycle-ი, ანუ სანამ iterators აქვს შემდეგი ელემენტი, salary 3 მეენჭე salary 3 დამატებული iterator next get salary. და ბოლოში ვბეჭდავთ მნიშვნელობას ამ salary 3-ს. როგორც ჩანს, უკვე დავჯამე ეს რიცხვები შეიკრიბა და ჯამი ამ რიცხვებისა არის 10650. ეხლა ჩვენ
მოდით განვიხილოთ ასეთი რაღაც. შევქმნათ ახალი DTO, მაგალითად გვაქვს მაღაზია, რომელსაც აქვს ნივთები. და გვაქვს shop ან მოდი შევქმნათ ესეთი ობიექტი rename გავაკეთო და item-ი, რომელსაც აქვს აქ თუ გვაქვს employee items condes მოდი აქ რეკორდი იყოს და items condes უბრალოდ string name big decimal price. ეს არის ჩვენი ობიექტი. ეხლა შევქმნათ shop-ი, რომელიც იმპლემენტაციას გაუკეთებს ჩვენს aggregators, aggregate items. აქ უნდა მოვახდინოთ create iteratoris გაკეთება, უпростоრად override, თუმცა ჩვენ არ გვაქვს iteratory ჯერ შექმნილი და მოდით შევქმნათ item iteratory implements iterator item. და მოვახდინოთ მეთოდების გადაფარვა. არა გადაფარვა, ბოდიში გადატვირთვა override და აქ გქონდეს ესეთი რაღაცა. private item და რახან ხშირად ვახსენე items მასივები, მოდი გადავცეთ ესეთი რაღაც. კონსტრუქტორი და კონსტრუქტორში გადავცეთ ეს გქონდეს finally, კონსტრუქტორში გადავცეთ ესეთი რაღაცა და დავწეროთ და მიმდინარე ინდექსიც დაგვჭირდება. Private int current index და საწყის მნიშვნელობად მოდი აქაც final მივცეთ ეს. შესაბამისად has next-მა უნდა დააბნოს ბულიანი და დავწეროთ თუ current index-ი ნაკლებია items length-ზე, მაშინ აქვს next-ი და აქ დავწერთ ესე if ანუ has next-მა თუ დააბრუნა false-ი, თუ არ აქვს, უნდა გავისროლოთ no such element exception. წინააღმდეგ შემთხვევაში დავაბრუნოთ items უпростоრად return items current index plus. და ეხლა გვაქვს აქ შეცდომა, რადგან cannot assign current index-ი არ უნდა იყოს null, რადგან ეს მიმდინარე ინდექსი იცვლება. და წავიდეთ გვაქვს shop-ი, ეხლა shop-ს რა აქვს? უნდა მოვახდინოთ იმპლემენტირება item iteratory, new item iteratory items. Private final და finally არ გვინდა
და დავამატოთ კონსტრუქტორი და ეხლა რა გვექნება main-ში ისევ რომ წავშალოთ ეს ნაწილი ან არ წავშალოთ და გქონდეს items და განსაზღვროთ მაგალითად 4 item გვეყოფა prices autocomplete იყო და new big decimal 15 მენდი გამოვიყენოთ ესეთი რა 10 შეგვიძლია big decimal 2 და new big decimal 11 ქმნით ასევე შემდეგ კონკრეტულ აგრეგატორს shop new shop items ქმნით iterators iterator item iterator shop create iterator და მოდით ახლა დავთვალოთ ამ აიტემების საშუალო ფასი მოდით დავთვალოთ average price დავიწყოთ ზემოთ while ჩვენ არ ვიცით რამდენი აიტემი გვაქვს დავუშვათ რომ არ ვიცით მაგრამ ვიცით while item iterator has next ჯერ უნდა დავთვალოთ price ანუ items price sum items price sums მივანჯოთ items price sum item iterator next price და ODS რო უცბად გავაკეთოთ average price of item price sum divide new big decimal items length და ეს კოდი რომ გავუშვათ salary sum ისევ დაიბეჭდება და აქ average price of items არის 0 რატომ მოხდა ეს შეგვიძლია გავყვეთ ანუ item price sums გვაქვს create iterator has next item iterator დავბეჭდოთ როგორც ჩანს has next არ აბრუნებს elements რადგან გვაქვს ერთი შეცდომა ჩვენ iteratory თუ კი არა ჩვენ უნდა გქონდეს item iterator და ახლა წესით უნდა იყოს ფასი 9.5 ასე რომ შეცდომები ნორმალურია იმედია მაგალითი გასაგებია ახლა გადავიდეთ ისევ სლაიდებზე და რა შემთხვევაში უпроსტად შევეხოთ დიზაინ იმუშის ნაკლოვანებებს iteratory design იმუშის ერთ-ერთი ნაკლოვანება არის ის რომ ამ design იმუშის გამოყენება შეიძლება იყოს overkill
როცა ჩვენი აპლიკაცია მუშაობს მარტივ კოლექციებთან, მაგალითად როგორიცაა ლისტი, მასივი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე iterატორ დიზაინ ნიმუშის გამოყენება შეიძლება იყოს უფრო ნაკლებად ეფექტური, ვიდრე ჩვენ გამოვიყენებდით უკვე არსებულ რაღაც სპეციალიზირებულ კოლექციებს. შესაბამისად, ჩვენი მაგალითი უბრალოდ დემონსტრაციის სახის ატარებს, ამიტომ გამოვიყენეთ ლისტი და მეორეში აითემში უკვე მასივი. დღეისათვის სულ ეს იყო, როგორც ყოველთვის კოდის მაგალითი იქნება ვიდეოს აღწერაში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.